დღეს დავაგემოვნებ თქვენთან ერთად კიტრის მწნილის უცნაურ კომბოებს. ეს არის ძალიან კარგი კომბო ჩემთვის. ბავშვები თუ ხართ მშობლების დაუკითხავთ ეს ჩელენჯი არ გააკეთოთ თვილდით. მეც ძალიან რისკის შემცველ მოქმედებებს ვაკეთებ ახლა და 0 აუცილებლად 0. ძალიან საინტერესო გემოა რო გითხრათ, იცი? ღადაო? რატო არის ესეთი კარგი? მართლა ნეტა გადავრჩებოდი და რამე არ დამემართებოდეს. აი მართლა შევიშლები. ხედავ როგორ ვიძახებ სასტრაფოს. ხელი ამწევია. მოგესალმებით მეგობრებო. ეთილი იყო თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. თუ პირველად ხართ, გამარჯობა, გაგეცნობით, მე ვარ სალომე, რომელიც ცდილობს რომ ჩაწეროს ისეთი ვიდეოები, რომლითაც გაგახალისებთ და ყოველდღიურობას გადაგატანინებთ. ზედმეტი არ მოგივიდეს სომონცოლი. დღეს დავაგემოვნებ თქვენთან ერთად კიტრის მწნილის უცნაურ კომბოებს. ეს იქნება ტკბილი, მჟავე, მწარე, ცხარე კომბოების შერევა. გვაქვს წარმოდგენილი. გვაქვს თაფლი, მიწისთხილის კარაქი, კეჩუპი, ამერიკული დოგვი, ჟოლოს მურაბა, მაწონი, თაფლი და ნუთელა. თაფლი უკვე თქვი. გვაქვს დაჭრილი კიტრი. 26 წლიდან აქტიურად დავიწყე სხვადასხვა კონტენტის გაკეთება და მინდა რომ YouTube-დეც ბევრი რაღაც ვცადო. ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი თუ მოგეწონებათ ჩემი ვიდეოები და ხარით ამიჭრეთ, დალაიქეთ, დამიკომენტარეთ რა გამოვასწორო და არ გამოვასწორო და ასე შემდეგ. რითი დავიწყოთ? აი, ესე იგი დოგვით ვიწყებთ. მგონია რომ დოგვი არის სტანდარტული გემო, ამიტომ რაღაცა განსხვავებული არ იქნება, იმიტომ რომ მაკდონალდსის კიტრის წნილი და ეს დოგვი ძალიან უხდება ერთმანეთს და როგორც გითხარით, ეს არის ძალიან კარგი კომბო ჩემთვის. საიდან და რადგანაც არ ვიცი, შემდეგი რა გემოდან ხდება. მოდი, ამას ვწერ 8 პლუს 10-დან. სტანდარტულ გემოში გულისხმობ აი მაგნალსის ბურგერს რო აქვს. ზუსტად ასეთი დოგვი აქვს და კიტრის მწნილიც და ამიტომ ერთმანეთს ძალიან კარგად მიდის. ეს მეგობრებო ისეთი ჩელენჯია რომ სახლში არ გაიმეოროთ. ბავშვები თუ ხართ მშობლების დაუკითხავთ ეს ჩელენჯი არ გააკეთოთ. თუ გაწუხებთ შლის პრობლემები, გთხოვთ რომ დაილიდეთ დამსავი წამლები, იმიტომ რომ ეს ძალიან საშიში იქნება თქვენი კუჭისთვის. ეს ძალიან რისკის შემცველ მოქმედებებს ვაკეთებ ახლა და იმედია გადავრჩები. რომელი დავაგემო not. ანუ ხო ვიცოდი რა სადევს და რატო ვაკეთებ ამ ყოველივეს. წონი და კიტრის წნილი ძალიან მეშინია. არ არის რა. ან ცუდი არ არის, მაგრამ ორივე მჟავეა და ხან მაწვნის გემო ხდება, ხან კიტრის გემო და ვერ ხვდები ერთმანეთში რა შუაში არის. საერთო გემოს არ ქმნის. დავუწერო 10-დან. დავიდეთ ტკბილ ნოტაზე. და ამით დავასრულოთ ჩვენი ვიდეო. წინას გავსინჯავ ნუთელას და კიტრის წინას, იმიტომ რომ ბევრ ვიდეოში ვნახე და ძალიან კარგი შეფასებები აქვს და წარმოდგენა არ მაქვს როგორ შეიძლება კარგი იყოს კიტრის წინი და ნუთელა. კაი, თაფლი ცოტა დავდოთ. ვიდეოებში ძალიან თამამად დებენ ამ რაღაცებს და მე რაღაცა მეშინია. No way. შეუძლებელია თაფლი და კიტრის წნილი 0 აუცილებლად 0. შემდეგი იყოს კეჩუპი. იცი რა არის? დოგთან ერთად უფრო მომეწონა. ეხლა გავსინჯავ დოგს, კეჩუპს და კიტრის წნილს ერთად. ძალიან წნიანია. ნუ აი ეს მაკდონალდსის გემო წამოიღო. კეჩუპთან ერთად 7 დავუწერ და ამ კომბოს მაინც არიელი მირჩევნია 7.5 იყოს ერთად. ესე იგი მიწისთხილის კარაქი. მოკლედ, როგორც გითხარით, ძალიან აქტიური წელი დავიწყე. ჩემს სამზარეულოსთან დაკავშირებულ ვიდეოებს TikTok-ზე და Instagram-ზე აქტიურად ვდებ. თითქმის დღე არ ჩამიგდია იანვრის მერე და იანვარში და ეხაც და იმედი კარგი შედეგი ექნება. თავარია რომ გავაგრძელო, კონსისტენტურობა შევინარჩუნო და ვეცადო რომ განვავითარო ჩემი კონტენტი. ამიტომ YouTube-ზეც ვცდილობ რომ ახალი სახალისო ვიდეოები გადავიღო. იმედია უყურებთ და ტყუილად არ დავკარგავ დროს. ტყუილად არ დავკარგავ. მე რომ სიამოვნებს მაგიტო ვაკეთებ ამ ყველაფერს.
მიწის თხილის კარაქი და კიტრის მწნილი. ძალიან საინტერესო გემოა, რო გითხრათ, იცი? მაგრამ აი ჯერ ვერ ხვდები მომწონს თუ არა. ამიტომ მოდი ამასაც 7.5 დავუწერ, იმიტომ რომ სხვათა შორის კეჩუპზე მეტად მომეწონა ამისი გემო. კაი, გავსინჯოთ ჟოლოს მურაბასთან ერთად. გადაო! რატო არის ესეთი კარგი? აი, ვაფშე არ ველოდი, რომ ესეთი კარგი იქნებოდა. მართლა ნეტა გადავრჩებოდი და რამე არ დამემართებოდეს. ძალიან კაია. ანუ ძალიან კარგი კი არა, აი რაღაცნაირად კარგია, არ მოვხვდები. წარმოდგენა არ მქონდა თუ ჟოლოს მურაბა ასე მოუხდებოდა კიტრის მწნილს, ანუ როს დაუწერდი თავისუფლად, იცი? აქვჩა გასასინჯი ნუთელა. რამდენი ხანია ნუთელა არ მიჭამია ღმერთო. აი მართლა შევიშლები. რანაირად? ვიდეოებში რაც მაქვს ნანახი რომ ან მოწონდათ ხალხო, ანუ არ ვიცი, რანაირად. კიტრის მწნილი, ნუთელა, აი რანაირად. ოღონდ ეხა ფიქრობ რომელი უფრო მომეწონა. მე მგონი ნუთელა და კიტრის მწნილი მართლა ტოპ არის. 9.5 ხო არ დაუწერო. დაწერეთ კომენტარებში. ძალიან კარგია, გადაო, თუ ჭამაბარი. ხელი ამიწევია. ნუთელამ და კიტრის მწნილმა მოხსნა რეკორდი. მორჩა კინო. არ მეკონა, აი მართლა არ მეკონა. ხედავ როგორ ვიძახებ სასტრაფოს. მეშინია რომ ამ ყველაფრის მერე არხი არ დამიხურონ. რამე არ დამემართოს. და ბოლო. რაც მინდოდა რომ მექნა ჟელატოსთან ერთად. რა შეიძლება ჭაკუტი, კიტრის მწნილი. ეს არის ყველის. ღმერთო რასაც სილოა. კაი იქნება. I told you. სანამ მე ვახრაჭუნებ. თქვენ არხი უნდა გამოიწეროთ, მეგობრებო. იცი არ გამოვა რა, უყურს არ გამოიწერე, ანუ. აიო. ძალიან კმაყოფილი ვარ. ჟელატოსაც დაუწეროთ, ქულა. მოდი ბარემ. ახლა ვფიქრობ შემდეგი რა უცნაური კომოები გავაკეთო. ძალიან ვიხალისე, ძალიან მომწონს მსგავსი სახის კონტენტი, მით უმეტეს როცა მე ვაკეთებ. მართალია სხვებთან ერთად კეთება მიყვარს, მაგრამ მარტოც ძალიან კარგად ხალისო. საინტერესოა თუ კიდევ რა არის სამყაროში, რაც 10 ქულას დაგვაწერინებს კიტრის მწნილის კომბოებს გულისხმობ. მე გეტყვით. ეს არის ლობიო, რომელიც მაცივარში მელოდება და კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა თუ მიყურეთ ბოლომდე. გამოიწერეთ ჩემი არხი, გემშვიდობებით და ლაიქეთ. ასევე დამიკომენტარეთ შემდეგი რა უცნაური კომბოები გავსინჯო. აბა კარგად. კოცნით ყველას.